მე მგონი მართლა სათმე ქალაქ გარდაცვალა გადავიდა საცხოვრებლად, რომ აი ეს თანამედროვე ტექნოლოგიების ნაწილში ძალიან რთულია, ესე სულ მიყვე რაღაც ტენდენციებს არ გულისხმობ ხოლმე რაღაც ტექნიკურ ნაწილებსაც, იცი? რომ ჩვენ რასაც ვხედავთ, რასაც ვამბობთ, ჩვენია ეგ. ჩვენთან წესი არ უნდა იყოს. მაგრამ იქ არის. ჩემს მნიშვნელოვანი რომ აი ზუსტად იქ იყო, მაგ ადგილას მოხვდე და ცოტა ადრე უნდა დაინახო რაღაც მომენტი რომ ვიღაცა აპირებს აი ამის გაკეთება. ხო, აი ძალიან მე რომ მივდივარ, უკვე ვიცი იქ რა მინდა. ანუ ესე აი ეგ ვიცი რა გინდა. ხო, აბა, აუცილებლად უნდა ავიღო ეს კადრი, რაც მჭირდება. რაღაცა რომ გააკეთო, მინიმუმ აინც უნდა ხვდებოდე როგორი მოგწონს. მოქალაქეობა, კი, ეგ არის შენი მოქალაქეობა და ეგ არის შენი ფოტოგრაფია, მეტ კი არაფერი. ბრუნდებით რუბრიკაში ადამიანები ლელის ფოკუსში და დღევანდელი ჩვენი თემა არის ფოტოგრაფი როგორც მოქალაქე. და ჩვენი სტუმარი იქნება გადასარევი ფანტასტიკური და ლამაზი და ჭკვიანი ნინო ზედგინიძე. გვარი სწორად თქვი და ამაზე ტაში მე. ეხლა გამარჯობა, მადლობა რომ მოხვდი. თან ძალიან ესეთი ამინდებია საშინელი და კარგია რომ ჩამოაღწიე მთიდან, მოხვდი ჩვენთან და ვისაუბრებთ ცოტა მძიმე თემაზე ჩვენთვის, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანზე და იმ თემებზე, რომელიც ჩვენ როგორც მოქალაქეებს გვაყალიბებს რა. იმიტომ რომ როცა ვიღებთ აქციებს, ვიღებთ სხვადასხვა კონფლიქტურ ზონებს, ხშირად იმიტომ დავდივართ იქ, რომ ჩვენ ამით ჩვენ პოზიციას ვიღებთ. და არა მხოლოდ პოზიციას, არამედ ამით ჩვენ სათქმოს ვამბობთ, იმიტომ რომ ეს არის ფოტოგრაფია არის ჩვენი სალაპარაკო ენა და მე პირადად ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს კამერის უკან, ვიდრე კამერის წინ. თუმცა იტყვით ალბათ რომ ძალიან კარგად გამოვიყურები კამერის წინაც, მაგრამ ნუ მოკლედ ესე. კიდე კარგად გამოგდი. დიდი მადლობა ეს ჩანჩიკას დამსახურება. მოდი დავიწყოთ. როგორ არჩევ თემებს? ანუ მე ვიცი როგორ ვარჩევ თემებს და ძალიან ხშირად ხოლმე მე და შენ ვიკვეთებით, ხვდებით ერთმანეთს გადასაღებ, ასე ვთქვათ, ადგილებში და სხვათა შორის რა საინტერესოდ ხვდებით ხოლმე, ხა ამას წილად გამახსენდა ახალი ლოკაცია გვაქვს ახლა გადასაღები ირანის ელჩის პირდაპირ და შენ იყავი და შენს უკან იყო თაკორობა ქიცე. ხო და ჯერ შენ შეგხედე, მოგესალმე და თან რო არ და მე თაკოს გავხედე იმას. ოღონდ როგორ ვესალმებთ ერთმანეთს, გამარჯვებით კი არ ვესალმებით. ოღონდ შევხედე დავინახეთ ერთმანეთს და აქ ვართ, როგორც ყოველთვის აქ ვართ და თაკოც შესაბამისად და როგორ არჩევ თემებს, როდის წახვიდე გადაღებაზე, როდის არის შენი არჩევანი, რომ მე ახლა სახლში არ უნდა ვიყო და უშოთ ამას უყურებდე ტელევიზორის წინ, არამედ უნდა წავიდე იქ და იქ გადავიღო ფოტოები. რა ხდება ამ დროს? ხო, პირველ რიგში მადლობა რომ მომიწვია. ძალიან გამახარდა. სტარტული ახლა ჩემთვის ეს რაღაც. მაგრამ არა უშავს. იცი რა არის თემებს როგორ ვარჩევთ? ესე კონკრეტულად რა გითხრა, უბრალოდ არის მომენტები, როდესაც შენ დაუნებურად არა როგორც ფოტოგრაფი, არამედ როგორც უბრალოდ ადამიანი. გიწევს სადღაც გახვიდე და ხო. იყო იქ. იყო იქ. ხო, არის ეგეთი მომენტები, სამწუხაროდ ძალიან ხშირად და სამწუხაროდ არის ისე სასიამოვნო გარემოებში რა სიტუაციები არის, როდესაც შენ დაუნებურად ხდება და ზუსტად ადამიანებთან ადგომა უნდა გამოუხატო შენ ადამიანებს. და შემდეგ ამ ფოტოების გაზიარებით კი, ხარ ისტორიის მონაწილე და ზუსტად ეს მომენტი არის, როდესაც ხარ ფოტოგრაფი, არა მნიშვნელობა ფოტოგრაფი ხარ, ოპერატორი ხარ, შენ მაქსიმალურად შეგვიძლია გააკეთო, რომ ეს მომენტები დოკუმენტაცია გაუკეთო ამ ყველაფერს. შენი არახის აბსოლუტურად არის ეს. ხო. და არის ხოლმე ხო მაგათად კომენტარებსაც წერენ ის ადამიანები, ვისაც ვიყავით, რომ მადლობას გწერენ ხოლმე, რომ აი რო იყავით და ჩვენი ხმა თქვენ გააჟღერეთ. ხო, ეგ ძალიან გულსამოჭყობელია, ასე ვთქვათ და ეს მადლიერებს გამოხატვა კიდე ცალკე არ ვიცი. ისე სხვათა შორის ფოტოგრაფებს დიდად ყველას არა, მაგრამ ნუ ძალიან ბევრ ფოტოგრაფს არ უყვარს ახსნა თუ სად იყო ან რა საკეთებდა და იმიტომ რომ გონია რომ ჩვენი ფოტოები ამას პასუხობს. არა, მე მასე არ ვფიქრობ. შენი ძალიან კარგად ის ფოტოგრაფია სად მიდის, რისთვის მიდის, რას იღებს და
ფოტოებით შესაბამის ფოტოებს აკეთებ ამის მერე. ამ ფოტოების ტექსტს, აი მაგალითად ახსნა რო იყოს, რომ მაინც და მაინც ახლა აქ ვარ და ვიღაც რაღაც ამბავი. გააჩნია თვითონ როგორ მოყვები და როგორ და ზოგს უჭირს. ზოგს შეუძლია. მე ზოგჯერ წერ, ზოგჯერ არ წერ. მაგის პრობლემა არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის განმარტებები მიუწერო და განმარტო რა ხდება, რა ამბავია, იმიტომ რომ ყველა მხარ იცის დღეს თქვა აქცია, ომია, ქორწილია, თუ რა ამბავია, კაცოდებ, ასე თუ ისე მაინც სჭირდება ფოტოს. გარდა იმისა, რომ თქვა კადრი შეიძლება ძალიან კარგია და ესთეტურ სიამოვნებას იღებ და რაღაც ემოციას გაძლევს ეს დადებით ნეგატიურს თუ პოზიტიურს. ამის იქით არის კიდე ამბავი, ეს ამ მომენტს რატო იღებ, რისთვის იღებ და რა ხდება ამ კადრში. ეგ აუცილებელია. იცი რა მახსოვს მაგრამ თითქოს ეხლახანს გაჩნდა დავინახეს ფოტოები თუ ადრე არ ვიცი რა ყოველ შემთხვევაში ეხლახანს მიმაქცია ყურადღება მგონი 22 წელს გავს გადაღებული ირანის აქცია ირანელების აქცია იყო ხო მაგრამ მე ძალიან საინტერესო იყო იმიტომ რომ ჯერ ერთი მომეწონა ძალიან კონსტრუქციულად როგორ ქონდა აგებული კადრი მხოლოდ არა როგორ ქონდა ეს ატვირთული ანუ ეს სივრცეებით და ასე შემდეგ და ასევე მე რო შევხედე შენ ფოტოებს აი მაშინდელს 22 წელს იყო ხო? კი, მაშინ კი. და ძალიან საინტერესო ამბავი იყო, რომ მართლა მახსოვს ეს რაღაცა დავინახე, რამდენად ემოციური იყო, მაგრამ მე იგივე პეიჯზე გიდევს თელანდელი, ანუ ეხლა მიმდინარე და იქ როგორი სახეები აქვთ ადამიანებს და ეხლა როგორი სახეები აქვთ. ამას შენ რა თქმა უნდა ამჩნევ, მაგრამ რა ხდება ეს ამბის თხრობის გაგრძელების ნაწილში აი თითქოს აი აგრძელებ აი იქ დაიწყო ეს რა თქმა უნდა დიდი ხნის წინ არის დაწყებული ეს ყველაფერი და რამდენი შიშის ქვეშ მაგრამ აი იმ ფოტოებს რომ ეს რომ მახსოვს ან 22 წლის გადაღებული თმას იჭრიან ხო გოგონები კი ეს ამენ როდესაც მოკლეს ჰიჯაბის არასწორ დაარბის დროს წამებით ზუსტად ეგ აქცია იყო, როდესაც ეგ იყო პარლამენტთან. პარლამენტის ხოთაშორის მაგ დღეს ზუსტად ვიყავი გაეროს გადაღებაზე და იქიდან მეთქი ახლა მალე დამთავრდეს, რომ დროზე მივიდე იმდენად მოქმედა მაგ ისტორიამ, მაგ ამბავმა და ზუსტად ვიცოდი რომ მანტიკრებობდნენ და მეთქი მაგას არ ქონდა ჩემთვის მნიშვნელობა, იმ დღეს მე კადრებს გადავიღებდი თუ არ გადავიღებდი, კამერა. იყოფნა მინდოდა და კამერა ახლა რა ხდება, ახლა ემოცია გაქვს. ხო, ეხლაც იგივე ემოციაა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ ეს კოშმარი არ დასრულებულა და გრძელდება და აი არ ვიცი კიდევ ამდენ გაგრძელდება ალბათ ძალიან დიდი ხანი სამწუხაროდ როგორც ვატყობთ როგორც მიდის მოვლენები როგორც ვითარდება სამწუხაროდ ჯერჯერობით უკეთესობისკენ არ წასულა საქმე შენ ხომ პროტესტებისა და მიუხედავად თქვა ირანში არსებული მდგომარეობისა და აი ვინც არიან ეს ირანელების წარმოადგენლები მაქსიმუმად შეუძლიათ გააკეთონ გამოვიდნენ და ღიად დაუჭირონ მხარი და თანადგომა გამოუცხადონ თავიანთ თანამოქალაქეებს. სხვა მეტი ძალამათ არ აქვს და ჩვენც მაქსიმალურად რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათ არის ის რომ მათ გვერდზე ვიდგეთ. კი და თან როგორი პარალელურად რამდენი აქცია მიმდინარეობს და როგორ ნაწილდებით ეს ადამიანები ხო ხან იქ მას ვაშუქებთ ხან აქით ვართ მაგრამ ეს გაშუქება ხო ერთი არის რომ ვაკეთეთ მაგრამ მეორე არის იქ ვართ. ხო, თავარია რომ იქ ვართ. კი. ნამდვილად ეგ არის და თვითონ კადრებს ასჩენ ძახდი, უბრალოდ სამწუხაროდ სოციალურ ქსელში ხშირად ეს ავტორთა ხო მასალებს, ნუ აი ხან არის ხან ყოველთვის ავტორ მოკლედ რა ეს სოციალურ და მეკობრო. აი არ ვიცი რაღაცა არ მაქვს ხოლმე მაგაზე პასუხი უბრალოდ ხამდე ხან ავდებ. ხო, აი ესეა, მაგრამ არის მომენტები, როცა ხვდები, რომ იცი რა, არ შეიძლება რომ იყოს, რომ რაღაცა მასალა რაც გაქვს და რაც თქვა მნიშვნელოვანია და საინტერესო და კარგია, აბსოლუტურად დადო. ხო, არა, ხო, მაგრამ ამას ხომ მარტო იმიტომ ვარდოთ, რომ სხვა ვნახოთ, ჩვენ ამას იმიტომ ვდებთ, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი დღიური ვიტყოდა და ეს ჩვენი სოციალური მედია გადავხედავ ხოლმე სადღაც ვარ, ინდოეთი, ან ჩინეთი, მე ავფროსხლავ აქციები, მე ცოტათი პარიზი, მე კი და ხვდები, რომ ეს არის ის რეალობა, რაშიც ვარ, ხან იქ ვარ, ხან აქ, ხან იმას და რეალურად ეს არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რა და ანუ წარმოუდგენელია ხანდახან რაღაც დღიურს გავს რა ბავშვობაში ეხლა დავიწყო ხდაშორის წერა დღიურის ან მომწონს თერაპიული ნაწილია. იცი რა მინდა კითხო, შენ გარდა აი ასეთი ფოტოგრაფიისა ასევე აკეთებ, ფირსაც იღებ ხო?
კი, და ეხლა დადე მგონი ახალი შავ-თეთრი კადრები. ხო, შავ-თეთრი ხო, ეგ ფირს გავს, უბრალოდ ეგ მომობილოდ გადაღებული არის, მაგრამ ფირიც მაქვს გადაღებითაც ვიღებ და კადრები ფირთაც მაქვს გადაღებული და ეს მობილურით იყო გადაღებული? ეს მობილურით იყო გადაღებული, ხო. ხო, რეალურად რაც მხდება ხელში ფირია, ციფრულია თუ მობილურია, ყველაფრით ვიღებ და ყველა ტექნიკას ვიყენებ იმისთვის, რომ რაღაც გამოსახულება მიწუთში რაც მაინტერესებს გადავიღო, მქონდეს. ხო, ამიტომ ესე ვთქვათ, რომ ჩემი გვერდის ვთქვათ, ახლა ინსტაგრამის რაც არის ძალიან ისეთი სხვადასხვანაირი რა, იქ რაღაც აქცია, მე იქ რაღაც აბსოლუტურად განსხვავებული რაღაც ფოტოდებს, აი რა შუაშია რო იტყვა და ეს ვთქვათ დაალაგებული ესე არ არის, ვთქვათ, რომ აი მარტო რაღაცა დოკუმენტური ფოტოები იყოს, ან მარტო ვთქვათ რაღაც აქციის, ან მარტო რაღაცა ლანდშაფტების, ძალიან ისეთი მრავალფეროვანია ეს ჩემი გვერდი და ხშირად ვფიქრობ ხომ აი რამდენად სწორად მივყავს და რამდენად სწორად ვაკეთებ ამას და ალბათ ეგ განაპირობებს იმას, რომ მანდ მაინც აი ამ სოციმედიასთან აი ვერ მეგობრობ, მანდ მაინც კარგად რა და ეს ხო წელს ვფიქრობ რომ გამოვასწორო ყველაფერი. მარტო არ ხარ და ბევრი არ მეგობრობს. ბევრი მეგობრობს, მაგრამ ასევე მარტო თქვა დერჯანში არც მუშაობ რა და ეგ არის ალბათ კიდე მის ეს სხვა ჟანრებია, რაც მაინტერესებს და რაშიც რაზეც მუშაობ ზოგადად და ამიტომ თქვა მარტო თქვა აქციებს კი არ იღებ, არამედ თქვა რომ ლანდშაფტი ძალიან მიყვარს და ლანდშაფტიც ხშირად მუშაობ. არის კიდე რაღაც თემები, რომელზეც აუგე ხორცელი მოგვიყევი შენი National Geographic-თან ურთიერთობა. ხო, ეგეც კარგი შარშანდელი თემა არის, ეგ წელი ვიმუშავე მაგაზე. ერთ-ერთი გადავიღეთ ესეთი ნაკრძალი ქობულეთის ძალიან საინტერესო ადგილი არის, რომელიც აი როგორია National Geographic-თან მუშაობა მაშინ ესე დაგისვი კითხვას. ხო, ძალიან მაგარია. აი რაღაცა გუნდია, ამბავია, ხალხია, ერთად რაღაცას აკეთებთ, გრძნობ რომ რაღაცაში ჩართული ხარ და შენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ხარ ამ გუნდის ნაწილი, აი რა ხდება? კი, მოყვება ყველაფერში. უაღრესად საინტერესო ადამიანები არიან, უაღრესად კარგად იციან ფასი იმას რაც აკეთებენ, რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია. და რაზეც ხედავენ რომ აი შენ რაღაცაში ჩართული ხარ და აი აკეთებ რაღაცას ვთქვათ 100%-ით, 100%-ით ან მოყვებიან ბოლომდე აი ყველაფერში. თან ეკოლოგიაზეა ხო? კი, ნაკრძალზე ხო ამბობს, ნაკრძალზე არის, ქობულეთის ნაკრძალზეა, რომელიც არის უნიკალური თავისი ფლორით, ფაუნით, თავისი, ნუ პირველი რაც ამ ნაკრძალის ეს თქვა ღირებულება და ფასი არის, ეს არის ხავსი, უნიკალური ხავსი, თეთრი ხავსი, ნუ ყავისფერიც არის, თელიც არის, მაგრამ ეს თეთრი ხავსი, ხო, ეს არის ეს კი მეოთხე გამყინვარების პერიოდიდან შემორჩენილი და ჩვენთან წესით არ უნდა იყოს. მაგრამ იქ არის. და ძალიან საყვარელი ისეთი ხავსები არიან, ულამაზესები და ესეთი მინდვრები არიან. და საერთოდ აი ჩვენი თემები, რაზეც ერთად მუშაობთ ხოლმე და უცბად ესეთი თემა, სადაც არანაკლებ ღირებულ კი არა, შეიძლება უფრო კიდე ძალიან ღირებულს აკეთებ. ამ ყველაფრის გაშუქებით, ხო, გავრცელებით და ამის გარდა. ხო, მე და ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როგორი გადართვა გვიწევს ფოტოგრაფებს რაღაც თემიდან თემაზე და მე რეცით რა არის აი უმეტესწილად როცა მე მაგათაც აქციებს ვიღებ, ან მსგავს ან კონფლიქტებს ვიღებ, მარტო ვარ. იქ რაღაცნაირად შენ ხარ მარტო. შეიძლება ვიღაცებს ყავთ ეხლა სადაც დარეკავენ რაღაცა აკეთებენ, მაგრამ მე პირიქით ხელს მიშლის ყველაფერი და რაღაცა უნდა ვიყო კონცენტრირებული. და აქ, როდესაც ამბობ მეცნიერი მუშაობს რაღაცა თემაზე, შე რაღაცნაირად უფრო სიღრმისეულად შედიხარ თემაში. ხო, გუნდური მე იწყებ ფიქრს National Geographic-ულად, ხო, მაგათი სხვა აქვს ეს რაღაც თავისი. კი, რა თქმა უნდა, ანუ ეს გუნდური სამუშაო არის, ყველა აკეთებს თავის საქმეს და თან შეთანხმებულად, იმიტომ რომ ყველა მითის რომ ხა ფოტოგრაფი ფოტოზე პასუხისმგებელი, ავტორი სტატიაზეა პასუხისმგებელი და მე მიყვარს გუნდური მუშაობა. ხო და კაია რა. ხო, გუნდურიც მიყვარს და ჩემთვისაც მიყვარს. ხო, თემს გააჩნია. ხო, გააჩნია რაზე მუშაობ და იცი რა მოგვიყევი? რაღაც სტანდარტები არის? აი National Geographic-თან რომ მუშაობ. ან რო გითხრას რომ ეგეთი კადრი მინდა, ან ეგეთი დაუშვათ ფორმატი მინდა, ან რაღაცა. იცი როგორ არის, რომ როდესაც გაქვს თემა სამუშაო, მე რეჭდებით და მე ამაზე საუბრობთ, რომ აი როგორ უკეთესად მოყვე. როგორ უკეთესად გააკეთო.
ხო. რომ რა ხაზით წახვიდე. და უკვე ამას რომ შეაჯერებ, მე მეთქარ შესაძლოა, მაგრამ ის რო ახლა გაგიკონტროლონ და აი რაღაცა ესეთი კადრი არის, ანუ მასალას აკეთებ ფოტოგრაფიდან, მე მასალიდან იღებენ და ნდობა აქვს და იციან რომ ზუსტად იმას გააკეთებ, რაც მაქსიმალურად იმ მომენტში. კი, თემა კარგად იცი, თემა ხო იცი. ამიტომ და იცი რა მაინტერესებს, აი სანამ დავუშვათ დაიწყებ თემაზე მუშაობას, მანამდე რამე ბექგრაუნდში სადღაც რამე არქივში აკვირდები, ვინმე რამეს გავსი გადაიღო, ან რაღაც. აი როგორ მუშაობ შენ თვითონ, იმიტომ რომ შენ რაღაცნაირად გაქვს ალბათ სურვილი რომ სათქმელიც რაღაცა ახლებულად თქვა, ან რაღაც სხვანაირად. ხო, ეგ ძალიან რთულია, იმიტომ რომ არაერთხელ მქონია ეს შემთხვევა, რომ რაღაც თემა დამინტერესებულა რაღაც თემით და დამიწყია მაგაზე მუშაობა და მე უცბად აი ერთ კვირაში ერთ თვეში ან მეორე დღეს ან რაღაცა უცბად ანუ იდეა ისეთი რაღაცა არის, რომ ეს ვერ დაიჭერბე და პატეტად იგი ხო და უცბად ხომ გააკეთო და ყოფილა არაერთხელ მქონია ეგეთი შემთხვევა, გამიჩერებია ეს ჩემ თემებით და მე ან ვანებებ თავს, ან უბრალოდ მე სიუჟეტს თემას ვle, მაგრამ ის მასალა რაც უკვე გაკეთებული და მგროვილი მაქვს, ვცდილობ ხოლმე რაღაც ახალი სიცოცხლე მივცე, იმიტომ რომ ხა რაც ვეღარ გააკეთებ და ძალიან ძნელია. ხო, შორის ეგ არის ძალიან რთული თემა, როდესაც სხვა ადამიანი აკეთებს ხოლმე შენს იდეას. მოგონი ყოველთვის მაგრამ იცი რა არის, ძალიან ბევრი ვიფიქრე მაგაზე, ვინერვიულე წლები ერთ კონკრეტულ თემაზე. ჩვენმა ძალიან ცნობილმა ფოტოგრაფმა მოკლედ რაღაც ესე გააკეთა და მე ვიფიქრე, მე ვნახე ეს ფოტოები მანაც გადაიღო, რაღაცა ამბავი აბა ვიფიქრე, გამეკეთებინა ერთი მეტი, იმიტომ რომ მაინც იმას სხვანაირად გააკეთა. იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვხედავთ, რასაც ვამბობთ, ჩვენია ეგ, მაინც როგორი იდეაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ხო, იდეა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მოკლედ არ მომეწონა ის გაკეთებული იდეა და მე მეგონა რომ გამეკეთები, არ ყოფილიყავი ესე ძალიან გაბრაზებული მასზე. გაბრაზდი. ძალიან გაუბრაზდა. არა. და ერთი ვაიბე ვერ მომასწარება ესეთი. არა, მე ვეღარ მომასწარი კი არა, მოკლედ ძალიან უცნაური სიტუაცია იყო. რაღაცა ცოტა, მოკლედ ესეთი მე მოგიყვები. და მაგრამ საბოლოო ჯამში რომ გავიზარდე, ცოტა ბევრი წლები რომ გავიდე, მე ვთქვი რომ ნეტა ერთი გამეკეთებინა. და მეორე რასაც ვაკეთებ, არის ხოლმე რაღაც თემები მაქვს. ვერ ვაკეთებ, ამა თუ იმისის გამო, ან რესურსი თხოვს არა მხოლოდ ფიზიკურს, გონებრივს, დრო გჭირდება ასე შემდეგ და ძალიან ხშირად ხოლმე ჯგუფში ვაჟღერებ აი სტუდენტებთან და თუ იმას გინდათ შეგრად გადაიღოთ. როგორც ეს არ იღებ ხოლმე, მაგრამ ნუ იმის თქვა მინდა რომ ეს რაღაცა მე მაქვს ეს თემა და ჩემ მქონდეს ან რაღაცა ეგ მომენტი აღარ მაქვს. ანუ პირიქით რა, შენ თუ გინდა მაინც გააკეთებ. ამასო მე მგონია რომ აღარ უნდა გაუბრაზდე ესე და რაღაცები გავაგრძელო და ვაკეთე. ძალიან ხო. ეგ მომენტები არ მომბრაზებს, უბრალოდ აი ესე არა ხო გეუბნები რომ ვერ ის შენ იდეას ვერ დაიჭერ, შეიძლება არავისთან მოყვე, მაგრამ იგივე იდეა სხვას მოვიდეს და მათ უკვე ისუფთა მოსწრება და ასწრება არა, მაგრამ ის რა შეგიძლია იგივე თემა შენც გააკეთო, ოღონდ ჩენებურად და საერთოდ არ არის ეს პრობლემა. იმიტომ რომ ერთი ორი ფოტოგრაფია და ორივე ძალიან ცნობილი თბილისში, თქვენს არ ელაპარაკებიან, იმიტომ ორივე საერთოდ იგივე თემა გადაღება. ძალიან ხერხულია ხოლმე, იმიტომ რომ ჯგუფებად ვიკრიბებთ. აი ეს არის, მოკლედ მე ახლა მუშაობ ეხლა არა, უკვე რამდენიმე წელია, უბრალოდ დროს მოითხოვს რაღაც თემაზე, რომელიც იცი როგორ არის բայց და მე ხარ გააჟღერა. არა, რომც გავაჟღერა საერთოდ მოხდება. აი, საერთოდ და ხო, ამავართ ახლა გავაგრძელებ. ხო. და ერთჩვენიერ დღეს ეს ჩემი თემა, რომელსაც მე მუშაობ, უცბად გაკეთდა. ხო. ოღონდ ისე რა, ძალიან ლამაზად, კარგად, საინტერესოდ და რაღაც მომენტში მაგთ და ანუ პრობლემა არ არის. ხო. ძალიან კარგად გააკეთეს, მაგრამ იცი მე ეს დაწყებული მქონდა და ბოლომდე და მივიყვანო თან მე როგორც ვაკეთებ, აბსოლუტურად სხვა გზა არის გესმის და ეს არის სხვა აბსოლუტურად სხვა გზა და ეხლა არც არა ვიცი, იმიტომ რომ აი ამ ადამიანი არც იცოდა მე რაზე მუშაობ, როგორ მუშაობ, რანაირად ხო, უბრალოდ დაემთხვა რა და ეხლა ფოტოგრაფიის გამოგონებაც ამდენს დაემთხვა. ხო, და ამიტომ ახლა ეგეთ რაღაცებმა არ უნდა გაგაჩეროს. კი. არა, უნდა ვაკეთო ჩვენი საქმე. ხო, თავარი შენი საქმე გააკეთე და
ზუსტად ერთ-ერთი ნუ გააკეთებ, მაგრამ შენებურად შენი ხედვით. კი, აი მე იმიტომ ვთქვი, რომ იმას აქციებსაც თუ რო ვიღებთ, რამდენი ფოტოგრაფია დგას. ხო და ეხლა ხო არ ვიტყვი, რა ხა შენ წადი სახში და მე უნდა გადავიღო ყველა იმას. არა, მაგრამ აი ხა მაგალითად თემაზეც გრძელვადიან პრობლემები მუშაობ. შენ ეხლა მუშაობ რაღაც აი ამ მასალა მეც წავალ და ეხლა ეგ ცოტა უხერხულია. ხო, ეს არ უხერხულია. მაგრამ ნახე რა არის, აი იმიტომ ვამბობ, რომ ეხლა კვლევა სანამ პროექტის კეთებას იწყებ, მე მყავს ერთი სტუდენტი, რომელმაც მითხრა რომ თემის კეთება მინდაო ერთ-ერთი კონკრეტულ თემაზე და გული წამევიდა, იმიტომ რომ ზუსტად ერთი 6 ფოტოგრაფმა გააკეთა კარგი ლამაზი პროექტი და მე იცი რა შევხედე და მომთხარი, იცი რა გააკეთე, იმიტომ რომ ეს გააკეთა სხვანაირად, დარწმუნებული ვარ და მას ეს პროექტი დაწყებული აქვს. ფიქრობს რომ იმ 6 როცა გაკეთებული ის არ აქვს, რაც მას აქვს. და ვთ უნდა იმიტომ თუ ამ პროექტს არ გააკეთეს ფოტოგრაფიაში საერთოდ აღარ გაეკარება. ხა შენ ჭირი მე მეთქარი გააკეთე, აუცილებლად დაგეხმარები და ხოდეში დაგწნაში დავეხმარი ახლა ხანს დამავიწყდა და დავურეკო უთხრა ჩვენი გადაცემის შემდეგ. არის მაგალითად აი ისი რა მინდა კითხო კიდე. აი ძალიან ხშირად ფოტოგრაფები რომ ვიკრიბებით ხოლმე თავად ვფიქრობ თემაზე რომ არ გვაქვს ბაზარი. სადაც ჩვენი ნამუშევრები გამოჩნდება. ანუ მაგალითად ახლა ჩემ ახალგაზრდობაში ეხლა კი ვარ ახალგაზრდა ვარ, კიდევ უფრო ღრმა ახალგაზრდობაში გამოდიოდა ჟურნალები, გაზეთები, რაღაც ბევრი რაღაც ხდებოდა და რაღაცა мотиваცია მქონდა, რომ იქ სადღაც რაღაც ამბავი და აი დღეს რა ვშვებით. ანუ რა არის ჩვენი მიზანი? ანუ რამე გვინდა, სად გვინდა, რა გვინდა? გაქვს რაღაც ესეთი მომენტი, რომ რამე გაქვს რაღაც ესეთი კონკრეტული მიზანი თუ უბრალოდ იცი რა ხო ერთ-ერთი იყო თქვა ეს National Geographic რომელიც ძალიან დიდი ხანი მინდოდა. ჩემს თავად რაღაც მიზანი მქონდეს და ალბათ მიხვალ იქამდე და რაღაც იდეები მაქვს და აი ნელ-ნელა ძალიან კარგი, ანუ გაქვს ეს თემა. კი, უბრალოდ აი ჩვენთან საქართველოში ცოტა რთულად არის ეგ მომენტები. ხო, მაგრამ თან კი არის რთულად, მაგრამ ამავდროულად იმ ჩემი ახალგაზრდობის შემდეგ საზღვრები გაიხსნა ინტერნეტი. აი რომელი ჟურნალ-გაზეთები აი მაგალითად აი რა თან არა, მაგრამ აი ეხლა ხო შეგვიძლია ფესტივალებზე წავიღოთ. ეხლა უფრო გახსნილი არის ინტერნეტია, ციფრული სამყარო არის, წვდომა უფრო მეტი არის და გზებიც უფრო მეტი არის. უბრალოდ აი რაღაც ცოდნა უნდა და მაგრამ კონკურენცია დიდია და ანუ ძნელია, მაგრამ ნუ აი რას ვიზავთ ახლა ხო არა, მაგრამ აი ეს კონკურენციის ნაწილიც ახლა რაც ჩვენ თემებზე ვიპარაკეთ, რომ მაინც და მაინც რაღაც სხვამგაც გააკეთა ჩემი თემა ან რაღაც ასე შემდეგ კონკურენციაზეც ეგრე არის, მაგრამ მაინც უნდა აკეთო, მაინც უნდა გააგზავნო თუ არის შენი სურვილი, ხო? და დღეს მართლა უამრავი ფესტივალი და ამბავი საჭირო შენი სათქმელი იყოს ნაჩვენები და თითქოს სწორ ხალხთან იყოს მიტანილი. კი, სწორ ხალხთან აუცილებლად. მაგრამ ერთი მომენტია, როცა ჩვენ თვითონ ვიღებთ ფოტოებს და მეორე არის ამ ფოტოების დავნახავზე ვლაპარაკობ, ანუ მე არ გულისხმობ საზოგადოებას, რომელიც ძალიან კარგად ხედავს ამ ყველაფერს, უბრალოდ მე გულისხმობ აი მაგალითად კურატორულ ნაწილს, რომელიც არ გვაქვს, ხო? მაგალითად საერთოდ არაფერი არ აქვს. ხო, რაღაც ანუ მთელი ამბავი და ძალიან ცოტა, მაგრამ აი არ არის საკმარისი. ხო, მაგის გარდა პორტფოლიოც რო ავიღოთ, ხო, აი პორტფოლიოს ხო ვაკეთებთ რაღაცნაირად, მაგრამ აი ამ პორტფოლიოს კეთების როგორ უნდა გააკეთო, ეგეც რთული საკითხავია, ხო? ანუ არა, გულისხმობ მესმის რომ ხა AI-ს კითხავ და AI-ს იზავ და მაგრამ მეორე მომენტი არის ის, რომ არა, გულისხმობ რისთვის აკეთებ ამ პორტფოლიოს, რომ ყველა ჯერზე ინდივიდუალურად მიწევს ხოლმე დაუშვათ ეხლა საერთოდ ისეთ თემაში ვარ გადასული, რომ ვიღაცა რომ მეტყვის პორტფოლიოს პედაბერ ტელეფონს თიშა უკვე აღარ. აი მაგის ნერვიც აღარ არა. რამე გამომიგზავნეთ გამოსა მეთქი წკა. აი ნერვია. არა, იმიტომ რომ კიდე მაგის კარგია მაგალითად აი ეს რაღაც სოციალური ქსელები, ეს Instagram-ის ხო, თუ რაღაცა ნახეს, ხო. ხო, ეგ კარგი. აი მე მაგალითად პორტფოლიო უფრო კარგი მაქვს ვიდრე აი რაღაც ხო და აი გამოვასწორებ. ხო, მაგრამ ნუ ეხლა რა ხალხი გაგამდენი მიზანი, მე მგონი კაი პორტფოლიოების. მიზანი არ არის, მაგრამ მე როგორც გავიგე, რაღაც 3 პორტფოლიო უნდა გქონდესო თუ რა. არ ვიცი, ძალიან ბევრი თემები არის მაგასთან დაკავშირებით. ერთი და კარგი იქნება მგონი ძალიან კაი იდეა და მაგრამ მე მგონი არის საიტის თემა გაქვს შენ საიტი? არა, რა თქმა უნდა. მეც არ მქონდა და შარშა გავაკეთე. ხო. არ ვიცოდი როგორი მინდა და აი საერთოდ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცა რო გააკეთო მინიმუმ მაინც უნდა ხვდებოდე როგორი მოგწონს და რომ შესაბამისად ეს რაღაცა არ არის პრობლემა მაგას გააკეთებ მთავარი რომ გააკეთო და აი შენ გონია რომ არ არის პრობლემა
საიტია. ეს ლაპარა. თავარია რომ კონდეს ის რა დადოში იქნით, აი არის მე მგონი და ეგ ძალიან ბევრი გაქვს პირადად შენ. ეგეც არის კი ბატონო. ეგ არის მე ვფიქრობ ეგ უფრო რთული არის შიგნით ამ საიტზე რა განთავსო ვიდრე ხო და თან კიდეც რა რაც უფრო მეტი გამოცდილება გიგროვდება და ხა ჩვენ ისეთ თემაში ვართ ცხოვრობთ გარემოში რომ რეალურად ერთი კონკრეტულ თემაზე არ მუშაობთ და მუშაობთ რამოდენიმეზე, ან შესაბამისად ეს პორტფოლიო რომელზეც კი ცოტა გვეცინება, მაგრამ საიტი რომელიც არა პრობლემაა გავაკეთებთ, საბოლოო ჯამში მე რა აღმოჩნდება რომ იმდენი გაქვს სათქმელი და საჩვენებელი, რომ რაღაცნაირად უკვე აღარ იცი ეს როგორ უნდა მოაწესრიგო და თან ისე კიდე რა არის, ეს ყველაფერი ძალიან ძველდება. აი ეს თანამედროვე ტექნოლოგიების ნაწილში ძალიან რთულია, ესე სულ მიყვე რაღაც ტენდენციებს არ გულისხმობ ხოლმე, რაღაც ტექნიკურ ნაწილებსაც, იცი, რაღაცა სულ უნდა იყო ყველაფერი საქმის კურსში, რაღაცა მე მგონი მართლა სათმე ქალაქ გარეთ უნდა გადავიდე საცხოვრებლად, რომ რაღაცა ყველაფერს აბა როგორ სხვანაირად აქ გამოვაიგინდა არ გინდა გიწევს და სხვანაირად ვებერი არსება გაქრები უბრალოდ აღარ იქნები და ეგ არის რა. ხო. თავიდან Facebook-ი რო გამოჩნდა ასპარესზე, რა თქმა უნდა ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდით, რომ ფუ, ეხლა აქ რა გვინდა და რაღაც. და მე მეგობარმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ ჟამდენზგინა ფუ, იძახეო, ეს მაინც არისო და ეს განვითარდებაო და როცა შენ დაგჭირდებაო, მე ამაში ჩართო, ბევრად უფრო გაგირთულდებაო. ამიტომ მიყევი ამ ტექნოლოგიებს და ნელ-ნელაო შენცო რაღაცნაირად იცი რა ეხლა თუ შევხედავთ ახალ თაობას და ესენი როგორ ერკვევიან ტექნოლოგიაში რომ მათი ესე რომ ვთქვათ ესენი დაიბადნენ ტექნოლოგიურ სამყაროში ხო უკვე მათთვის ეს гаджеტები ჩვეულებრივი ამბავია ბევრად უფრო უმარტივდება ვიდრე მე რომელიც ძალიან დიდი ხანი Facebook-იდან მოყოლებული ესე კი სულ ვცდილობ რომ რაღაცნაირად მაგრამ ერთი რასაც მივხვდი არის ის რომ ყველაფერს ვერ გააკეთებ და ხან-ახან ვიღაცებმაც უნდა აკეთონ ეშენის ის რაცაც ვერ აკეთებ რა და ამიტომ ეგ არის ძალიან კარგი უბრალოდ დავალების ახლა გახდა მეორე პრობლემა დავალება როგორ უნდა მისცე ადამიანს იმიტომ რომ მოკეთ ძნელია რა მაგრამ არაფრის კეთება საერთოდ უფრო ვარესია. ხო, რა მოგონი ის რთულიც არ არის როგორც გვეჩვენება, მაგრამ ნუ მე მაინც მჩვენია რომ აი ჩემ კამერა წავიდე ჩემს ხმ ვაკეთო და აი აქ ნუ მოგვიწევს, მაგრამ არა უშავს. ამასაც მოვიდეთ, არ არის პრობლემა, ვისაც გვიჭერს, ვისწავლეთ. ხო, რა სწავლა უნდა უბრალოდ დაჯიქი გააკეთე რა. იცი რა მაინტერესებს ფოტომასალებს რო იღებ, პატარა ესეთი ყველაზე რთული, ძალიან ბევრ გამოცდილ ფოტოგრაფსაც პრობლემა აქვს, რომ ფოტოების არჩევის. ანუ რედაქტორება, რედაქტირება, ხო, რედაქტირება არ არის მხოლოდ Photoshop-ში და გავხსენით, გავამუშავეთ. კიდევ არის ავარჩიოთ და არჩევის გარდა კიდევ უფრო ალბათ კიდევ უფრო რთული არის თანმიმდევრობა, ანუ სიკვენსი, ანუ შემდეგი მეტად რაღაც კადრის მერე რა კადრი დავაწყოთ და იმიტომ რომ ეხლა მაგალითად სოციალური მედიის ნაწილში ასაც ესე ეს თხრობის თემა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და შენ როცა არჩევ კადრებს, ეხლა კი ბევრს არ დებ, მაგრამ როცა დებ ფოტოებს, თავშოთ ავიღოთ Instagram-ის შემთხვევაში. მიყვარს ეს პროცესი. გიყვარს? იცი არა, აი თუ წინაზეც რო ლაპარაკობდეთ, აი აქციების თემების გადაღებას ხო, იქ რეალურად ჩვენ ის ვისაუბრებთ, ახლა მარტო ის ხო არა, რომ აი თქვა დავდგეთ აქცია, დავა დოკუმენტურად, აი აქცია და ჭკატ-ჭკატ გადავი, იქ ხო შენ ხო არ მეტი ხარ რაღაცა უბრალოდ შალიმასაც გასაკეთებლად ხო, იქ შენ ამბავს ყვები და კაცსაც ესე იღებ, რომ ეს არა მარტო დოკუმენტური მომენტი იყოს, არამედ მთელი ისტორია გადაიღო ამეთ კაცში ხომ ასეა. და მე ვცდილობ ხოლმე რომ აი ეს კადრები შენაც მითხარი, ცოტა გვიან რო დავდე. ხო. დროზე გვიან რო დავდე, წელს ვერ რო დავდე. ხო, ადრეც მქონდა რაღაცა. ადრეც მქონდა ესენი დადებული რაღაც სტორიზე და მე სტორი წაიშალა და ვიწაიშალა და ჩავთავაზე წაიშალა და მორჩა. ხო და ეს არ შეიძლება მოკლედ გაკეთება, მიდგომა საქმეს. და როგორ აწყვა მაგათ გადაღების დროს მიფიქრობ რომ ანუ როგორ არის მე რომ მივდივარ, უკვე ვიცი იქ რა მინდა. ანუ ესე კაი უკვე თუ იცი რა გინდა. ხო, აბა, აუცილებლად უნდა ავიღო ეს კადრი, რაც გჭირდება და იქ სიტუაცია უნდა ანუ სიტუაცია უკვე ისეთ გამზდებულ სიტუაციაში მიდიხარ, რომ იქიდან არ შეიძლება რომ ერთ კადრი ვერ წამოიღო. ეს მე მგონია. ვიზუალურ, მაგრამ შეხედულები არის, შენ როცა ხშირად იღებ, მაგ დროს რა ხდება? აი მაგალითად, თავიდან როცა იღებ, ყველაფერი ახალია და ამბავი. მე როცა გამალობაში უკვე რომ ეს ყოველ დღე როცა დავუშვი, ყოველ დღე რასაც აქვს, სიხშირე მეტი აქვს.
როგორ გამეორდე თუ არა აქვს ამას არსებობს? არა აქვს, ჩემთვის არა აქვს. ანუ შეიძლება მეც კადრები მქონდეს, რომელიც მეორდება, თქვა, ხოლმე პორტრეტი აქციაზე. მაგრამ ანუ რეალურად არც მეორდება, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ახალია და ხო, ახალ ადამიანს ვიღებ, ახალ მომენტში ვიღებ და ელოდები კიდე რომ აი ის მომენტი რომელიც შენ თვლი რომ აი შენ გჭირდება ახლა ეს აი თქვა ირანის აქციებზე აი ჩემთვის აღნიშნულოვანი კადრი იყო აი თმებს რა იჭრენ 22 წლის კადრში მათ კაცი აკეთებს აქცს კაცი იჭრის თმას და ეგ იყო აი ეგ უნდა დამენახა უნდა მესწრო და უნდა გადამეღო იმიტომ რომ მე რაღაც მომენტში ამ ქალები აკეთებდნენ და რა თქმა უნდა ეგეც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და ეს კაცის თანადგომა აი მათ სამყაროში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ეს აქტი როდესაც კაცი იღებს და ამ თმებს იჭრის ეს ვთქვათ აი ეგ იყო მაგ დროს არის ხოლმე ჩემს მნიშვნელოვანი რომ აი ზუსტად იქ იყო მაგ ადგილას მოხვდე და ცოტა ადრე უნდა დაინახო რაღაც მომენტი რომ ვიღაცა აპირებს აი ამის გაკეთება ხო აი ზან ეს როგორ არის იცი რომ აი გამოცდილება გჭირდება მაგისთვის და იცი რა აი ხა შეძლაპარაკო მე მგონი ეს ტექსტი გჭირდება კიდე რა არა არა იცი რა შეიძლება ძალიან მოშ მაგრამ ტექსტი რო აი უფრო დაინახოს ადამიანმაც ხო კი ჩემ ფოტოზე ხო კი გავაკეთებ მაგას აი საიტი რო ექნება მე ყოველთვის ძალიან მაგარი არის ხადახარ რომ ყოველას აღქმა თავისებური აქვს აი მაგეთონ ვიძახი წერა მაგას ვაიძახი ზოგი წერს ზოგი უსმენს ზოგი ხედავს და შესაბამისად რაღაც ამ სენსორულ ნაწილში მე მგონი ახლა შეიძლება წყვები შენი ისტორიაც ამ ფოტოს ქვეშ კი ჩანს ამ ფოტოზე მაგრამ ყოველას არ შეუძლია ამის დანახვა და იმიტომ რომ ფოტოს წაკითხოს კიდე ცალკე გამოცდილება უნდა კი ვიღაცისთვის ეს კაცმა თმა მოიჭრა აი საერთოდ არაფერი არ არის ეხლა ბოლოს რო ვიყავით ჩვენ ერთად რო შევხვდით ამ ირანის ხარდაჭერ აქციაზე ხალხის ადამიანების ხარდაჭერ აქციაზე იცით რა იყო რაღაც სამცნაური კომენტარები რაღაცები მომწერეს და მითხრა ხო იქ რაღაცა და რას იღებ და რა გინდა რაღაცა შაჰი ისე მეთქი რას პოტა კი არის ხოლმე ეგეთი მომენტები როდესაც აი იტყვიან რომ რაღაცა სასწავლო რაღაცებს მოიგონებენ რომ აი რა არის ხომ საინტერესო და უბრალოდ გავაგებინოთ ხანდახან ხო უბრალოდ მე ვხვდები რომ ამ ადამიანს ეს არ ესმის რამე შენ იქ მიდიხარ სუფთა ადამიანური მომენტი არის და უბრალოდ შენ გინდა გადაიღო და დააფიქსირო და შეინახო ზუსტად ის როგორ გითხრა დადეკლარირე რომ ამ ეს ხო ამბავია ეს ხო არ არის რაღაცა გავიდი აქციაზე დავდექი ეს არის მთელი ისტორია ხო რაღაც გადამტეხი მომენტი არის როდესაც იქ ადამიანის ემოციას ადამიანის ამბავს ვიღაცის სიცოცხლეს ვიღაცის სიკვდილს უნდა მოყვე ერთ კადრში ხო ანუ რაღაცა ფაქტების აი ეს მშრალ ფაქტებზე არ ელაპარაკი არის მთელი ამბავი და როგორ გითხრა აი ცოტა მიჭერს ახლა გადმოგცეს ეს სიტყვით ხო აი კადრებით უკეთესად გამომდის რომ ანუ საკვანძო მომენტს იღებ იქ აქ საკვანძო მომენტთან გაქვს საქმე სუფთა ადამიანურ მომენტთან და ადამიანურ თანადგომასთან გაქვს საქმე და არა ვთქვათ რაღაცა მიტინგი რომელსაც და რაღაცა ტრაფარეტი უჭირავს მისთვის ეს ტრაფარეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტში და შეიძლება მისი ცხოვრებისთვის და მისი მთელი არჩევანობისთვის და ჩვენ უბრალოდ ეს დაყვავს რაღაცა ტრაფარეტის დონეს რომელიც ვიღაცა შეიძლება არ მოგწონს მაგ დროს მე საერთოდ არ ვარ სუბიექტური ანუ ჩემი მოწონების მხრიდან არ ვიღებ შეიძლება ვიღაცა აი ამ აქციებზე შეიძლება მეც არ ვარ სიმპათიით განწყობილი, მაგრამ მე ეგ საერთოდ არ მაინტერესებს. შეიძლება ეგ ვიღაცა არ მომწონს იქ მყოფი, ან არ ვიზიარებ, ხო, მაგრამ ეგ ჩემთვის მნიშვნელოვანი მწონს არ არის. ანუ მე თუ მივდივარ რაღაც ამბავს ვიღებ. ჩემს აი რა ხდება, ამბავია, როგორც ფოტოგრაფი, როგორც მოქალაქე. ხო, ეგ არის ზუსტად შენი მოქალაქეობა. კი, ეგ არის ზუსტად შენი მოქალაქეობა და ეგ არის შენი ფოტოგრაფია, მეტ კი არაფერი. უბრალოდ მე უფრო კარგად ვიცი ტექნიკურად გამოყენება ალბათ კამერის და უბრალოდ როგორც მოქალაქე აი ამას აფიქსირებ და შემდეგ ნუ აშუქებ და ინახავ და მაგრამ ხო არის მაგალითად მაინც ხომ ფიქრობ რომელზე წახვიდე რომელ აქციაზე ხო არა ხოლმე ნეოღოს აღონ აქცია იყოს ან ოღონდ რაღაც იყოს ხო არა ოღონდ არ არის მაგრამ ნუ აი არის რაღაც განსაკუთრებულად რთული აქციები, იმას ვიცახი რომ თემები ძალიან რთული, რომელსაც უბრალოდ როგორც ადამიანურად ვერ ჩერდები სახში, უბრალოდ ნადგე და გახვიდე. უბრალოდ ვერ ჩერდები და ახლა მუშაობის თვალსაზრისით შენ ვინმესთვის აკეთებ თუ შენთვის აკეთებ? გამეკეთებია ვიღაცისთვისაც, გამეკეთებია ჩემთვისაც, უფრო ანუ ყოველთვის ჩემთვის აკეთებ. ხო.
ძირითადად ეგრე გამოდის. ვისთვისაც არ უნდა გავაკეთო, პირველ რიგში ჩემთვის ვაკეთებ, რომ აი შენ დამოკიდებული ხო. არჩევანი ჩანს გადაღების დროს. ხო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აქამდეც ძალიან მე მაგალითად ძალიან დიდი გზა გავიარე, რომ აქამდე მივსულიყავი რა მინდა მე რომ გადავიყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მუშაობდი ვიღაცებზე, ოღონდ ეს ვიღაცები იყო მაღალი თანამდებობის პირები თუ ორგანიზაცია თუ ასე შემდეგ, შესაბამისად გაროსა უკვე ხვდები რომ შენ რაღაცა მარტო ჩები ხარ და აი თავისუფლების შეგრძნება, როცა შეგიძლია შენ თავს მისცე უფლება თავისუფლება კონდეს არჩევანი, გადაიღო ის რაც შეგინდა კონკრეტულად. ის შენი დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო, ან დაანახულიდან, ან დაუნახავიდან, ან ასე შემდეგ. აქამდე ძალიან დიდი გზა გამოვიარე ფაქტიურად, ეხლა დავიწყე. ანუ და ძალიან მომწონს ეს და ფაფერ ვჩერდები ვერაფრით, ასე მგონია რომ რაღაცა ამ ბევრი ხო არ მომდის თქო, მაგრამ იმდენი და ისეთი დიდია სამყარო ჩვენს ირგვლივ, რომ ხასნეთ სულ მინდა რომ აი სულ ვიღო ვიმუშაო, მაგრამ სამწუხაროდ ამ ბოლო დროს რაღაც ენერგია ხარ მყობენის. მაგრამ სათქიყოფა ამ ბავში ხარ. გაჩერებული არ მინახე ხარ არსად და რანაირად. აი ხა ფიქრობ რა ენერგია უნდა გეყოს. რა უნდა მეყოს, ხო, ძალიან მაგარი. მე მგონი ეს არის ძალიან დიდი ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვიღებთ ეს არის ჩვენი დანახული სამყარო და მუდმივად იცვლება. ხო, უბრალოდ კი. ხო? იცვლება და ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ვეცადოთ და ცოტა ისეთი რიცით როგორ უნდა გავხდეთ, რომ კი არ გავხდეთ, ხო ვისაც უნდა გახდება, ვისაც უნდა არ გახდება, უბრალოდ ცოტა უნდა შეეცადონ, რომ რაღაცა იმის მიღმა დაინახონ, ვიდრე არის. აი ცოტა მეტი დაინახონ, ცოტა მეტი გაიგონ, ცოტა მეტი კითხვა დასვან, რომ აი რატო წახვედი და რატო გადაიღე და აი ამ კადრში რა ხდება. ცოტა უნდა მეტად გულისხმობ, იმიტომ კი არა თქვა ხშირად თვლიან რომ როგორ მეტი გული უნდა ჩავატანოთ ფოტოგრაფებმა თუ ადამიანებმა უნდა დაინახონ. არა, ჩვენსაც ვაკეთებთ, უბრალოდ მე ვწახე რომ აი საზოგადოება ვინც უყურებს და ვინც რაღაცა კომენტარს წერს, განსჯის არ ვიცი რაღაც. მე მგონი კომენტარს რა ხან წერს, ესე იგი რაღაცნაირად შეეხო მას ეს. ხო, ყველას ეხება ყველაფერი, აბა რა. არა, ხო, მაგრამ მე მაგათ არ მწერე და გული დამწყდა ეხლა. ხო, არა, მაგრამ აი მე სხვა რაღაცას წერენ ხოლმე, ეგეთ რაღაცას რატო წახვედი? უკვე ხო, აი ეს უკვე. რაღაც ეგეთ რაღაცას ამწერს ხო. ხო, და რატო უკვირთ ეგ ჩემთვის არის საყურველი, აი რა არის მაგაში გასაკვირი. ხო, და მე მგონი ვისი აქცეც არ უნდა იყოს. იმდენად კარგად გამოგდეს ეგ ამბავი, რომ მეტად გვანახოთ რა ხდება აქ. შენ დანახული სამყარო საინტერესოა. ამბავი საინტერესოა. ხო, რა ვიცი. გაგვიზიარებ თო მეტი და ტექსტი გვინდა ასევე, იმიტომ რომ შენ ამას როგორი გულითაც უყურებ ან რასაც დებს შიგნით, მე მგონი უფრო შეავსებს კიდეც იმ ვიზუალს და მე მგონი ბევრ ადამიანს კითხვებიც აღარ გაუჩნდება. ხო, ალბათ, არ ვიცი, ნახოთ. მეტი გაუჩნდება. რა კითხვები არის თავარი. ხო, რა თქმა უნდა. თავარი არის კონდეს კითხვა და ასოხი და მომიფიქრებთ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო და მადლობა შენ, პირიქით. ბევრ წარმატებას გისურვებ იმ შენი ჩაფიქრებული ამბების ასრულებას გისურვებ და კიდე გნავი ხო, მე კიდე ხომ მოხვალ ჩემთან. აუცილებლად 13 მეტყვი. როგორც მეტყვი, უბრალოდ ეს პირველია და ცოტა არ მოგონი ხოთ ყველაფერი. ხო, არც როგორ მოგაბითავი ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ ნუ ხო, ნახოთ. იმედი კარგი გამოვა და არ ჩაიგდებ გადაცემას. მადლობა, ჩემო კარგო. ძალიან ბევრს და